22 აპრილს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დედამიწის დღე აღინიშნება. ეს დაახლოებით დედამიწის დაბადების დღეს გავს, როცა ყველა ადამიანი ცდილობს გააბედნიეროს და იზრუნოს დედამიწაზე. და მაინც, ვისი სახლია დედამიწა? რა თქმა უნდა, ყველა ცოცხალი არსების. გარეული და შინაური ცხოველების, გარეული და შინაური ფრინველების, წყალქვეშა სამყაროს უამრავი წარმომადგენლის, ადამიანების, რომლებიც მსოფლიოს გარშემო ცხოვრობენ, მწერების და ცოცხალი ორგანიზმების, როგორიცაა ხეები მაგალითად. და მაინც, რა გვჭირდება ყველა ცოცხალ არსებას იმისათვის, რომ ჯანმრთელად და ბედნიერად ვიცხოვროთ? რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერი და სუფთა წყალი, რომელიც პირველ რიგში არის აუცილებელი, როგორც ჩვენი, ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლისათვის. დანარჩენ ცოცხალ არსებებს ესაჭიროებათ მათთვის შესაბამისი ბუნებრივი გარემო, მაგალითად ტყეები და ასე შემდეგ. ჩვენ გვესაჭიროება სუფთა ქუჩები და შესაბამისი გამწვანება. ასევე ტემპერატურა, რომელიც გაზაფხულისთვის მისაღები იქნება და ასევე წელიწადის დანარჩენი დროებისთვის, რათა თავი კომფორტულად და ბედნიერად ვიგრძნოთ. რა აბინძურებს დედამიწას? დედამიწას აბინძურებს გამონაბოლქვი, რომელიც ფაბრიკა-ქარხნების დიდი რაოდენობით წარმოქმნამ გამოიწვია, ასევე დიდი რაოდენობით ნაგავი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ და უბრალოდ ვყრით ნაგვის ყუთში და არ გადავამუშავებთ და არ ვიყენებთ მეორედ, ეს ყველაფერი ხელს უწყობს დედამიწის დაბინძურებას და აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზეც და ასევე სხვა ცოცხალ ორგანიზმებზეც. სწორედ ამიტომ 22 აპრილს დაფუძნდა დედამიწის დღე, რომელიც 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე პირველად ამერიკაში აღნიშნეს და ეს არის განსაკუთრებული დღე, როდესაც თითქმის მთელი მსოფლიოს მილიონობით ადამიანი ფიქრობს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი პლანეტა. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი მეტი სიახლისთვის. და მაინც, რატომ არის დედამიწის დაცვა მნიშვნელოვანი? წარმოიდგინეთ, რომ დედამიწა დიდი სახლია, სადაც ყველანი ერთად ვცხოვრობთ. რას გავაკეთებდით, თუ ჩვენი სახლი დასალაგებელი და დაბინძურებულია? ალბათ მაშინვე წარმოიდგინეთ, რომ მოიმარჯვებდით ცოცხს, მტვერსასრუტს და დაალაგებდით თქვენ სახლს. ყველანი თავის ადგილს მიუჩენდით და დაფიქრდებოდით, თუ რა მოუხერხოთ ზედმეტ ნივთებს. სწორედ იგივე უნდა გავაკეთოთ დედამიწის დასაცავად. არ დავაბინძუროთ გარემო, დავფიქრდეთ, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ნივთები მეორედ და მაქსიმალურად შევამციროთ არასაჭირო ნივთების გამოყენება. ახლა კი ერთ სახალისო თამაშს გთავაზობ. გახდი დედამიწის გმირი. როდესაც ვიტყვით მოქმედებას, რომელიც ეხმარება დედამიწას, თქვენ უნდა ადგეთ და იყwirოთ. მე ვარ დედამიწის გმირი. ხოლო თუ აღნიშნული მოქმედება საზიანოა დედამიწისთვის, უნდა დარჩეთ სკამზე და არაფერი წამოიძახოთ. დავიწყოთ? პირველი წინადადება. მე ვაგროვებ ნაგავს და ვყრი ნაგვის ურნაში. მეორე წინადადება. როცა კბილებს ვიხეხავ, ონკანს ღიას ვტოვებ. მესამე. მაღაზიაში მიმაქვს ნაჭრის ჩანთა და არ ვიყენებ პოლიეთილენის პარკებს. და ბოლოს, მეოთხე წინადადება. როდესაც ოთახიდან გავდივარ, შუქს ვაქრობ. ხარ თუ არა დედამიწის გმირი? მოდი შევამოწმოთ. პირველ შემთხვევაში აუცილებელია ნაგვის ურნის გამოყენება, აუცილებელია დავხუროთ ონკანი მაშინ, როდესაც კბილებს ვიხეხავთ და დავზოგოთ წყალი, უარი ვთქვათ პლასტმასის პარკების გამოყენებაზე და ნაცვლად ამისა გამოვიყენოთ მრავალჯერადი ნაჭრი ჩანთები და აუცილებლად გამოვართოთ შუქი მაშინ, როდესაც არ გვჭირდება. იმედია ეს თამაში მოგეწონა. ახლა კი გავიხსენოთ, თუ როგორ ზრუნავენ ადამიანები დედამიწაზე, განსაკუთრებით 22 აპრილს, თუმცა აუცილებელია ეს წლის მანძილზეც გავაგრძელოთ. რგავენ ხეებს, უარს ამბობენ პლასტმასას გამოყენებაზე, ზოგავენ წყალსა და ელექტროენერგიას. ახლა კი შენ თვითონ დაფიქრდი, შენ როგორ იზრუნებ დედამიწაზე, რას გააკეთებ იმისათვის, რომ დედამიწა უფრო ბედნიერი იყოს. შეგიძლია გაგვიზიარო კომენტარებში, ან გაუზიარო შენს თანაკლასელებს. გამოიწერე არხი და მომავალ შეხვედრამდე.